რომი, ქალაქი, რომელსაც მარადილს უწოდებენ, მაგრამ მისი ისტორია არ იწყება დიდებით. ის იწყება ოჯახური ღალატით და სისხლით. ყველაფერი იწყება ალბა ლონგაში. აქ მეფობდა ნუმიტორი, ლეგენდის მიხედვით ტროელი გმირის ენიასის შთამომავალი, მაგრამ მისი ძმა ამელიუსი ძალაუფლების სურვილით დაბრმავებული ტახტ-ძალით იპყრობს. ის კლავს ნუმიტორის ვაჟებს და ტახტის დასაცავად მის ქალიშვილს, რეა სილვიას აიძულებს გახდეს ვესტას გურუმი. ქალი, რომელსაც არ აქვს უფლება ჰყავდეს შვილი, მაგრამ ბედს ვერავინ შეაჩერებს. ლეგენდის მიხედვით ომის ღმერთი მარსი მივიდა რეა სილვიასთან და ამ კავშირიდან დაიბადნენ ტყუპები, რომელუსი და რემუსი. ეს ბავშვები საფრთხე იყვნენ. ამელიუსმა მათი მოკლა ვერ გაბედა, ეშინოდა ღმერთების რისხვის, ამიტომ ბრძანა ჩაედოთ ისინი ტიბრის მდინარეში. ბავშვები კალათაში ჩასვეს წყალმა წაიღო, მაგრამ არ იმსხვერპლა. კალათაში გაიჭედა პალატინის ბორცვის ძირში და სწორედ აქ იწყება ყველაზე ცნობილი სცენა. გელი, რომელმაც ბავშვების საკუთარი რძით გაზარდა, მაგრამ არსებობს უფრო სხვა, უფრო რეალისტური ახსნა. ლათინურად ლუპა ნიშნავს არა მხოლოდ მგელს, არამედ ქალსაც, მეძავს. ამ ვერსიის მიხედვით ბავშვები გაზარდა ქალმა, აკა ლარენციამ, რომელსაც სწორედ ამის გამო ეწოდა მგელი. მალე ტყუპები იპოვა მწყემსმა ფაუსტულუსმა. მან და მის მეუღლემ აკა ლარენციამ ბავშვების საკუთარ შვილებად გაზარდეს. რომელუსი და რემუსი იზრდებიან როგორც ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭები, ძლიერები, მამაცები და გამორჩეული ლიდერები. ზოგი წყაროს მიხედვით ისინი ახალგაზრდებს ხელმძღვანელობდნენ და იბრძოდნენ ყაჩაღებს. სხვა ვერსიით კი თავადაც ცხოვრობდნენ ნახევრად ქაოსურ, ძარცველურ გარემოში. მაგრამ ერთი რამ ნათელია, ისინი ძალაუფლებისკენ მიდრეკილი ახალგაზრდები იყვნენ. მედმა ისინი ისევ წარსულთან დააბრუნა. რემუსი დაატყვევეს ამალეუსის ხალხმა და ალბა ლონგაში მიიყვანეს. ის ბაბუამ, ნუმიტორმა იცნო. ამის შემდეგ რომელუსმა შეკრიბა ხალხი, შეუტია ქალაქს და ერთად დაამხეს ამალეუსი. ნუმიტორი კვლავ მეფე გახდა. აქ თითქოს ისტორია სრულდება, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება. ძმებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ ახალი ქალაქი, მაგრამ სად? რემუსს სურდა ავენტინის ბორცვი, რომელუს პალატინი. მათ მიმართეს ავგურიას. ღმერთების ნება ფრინველებით უნდა გაეგოთ, ერთმა დაინახა 6, მეორემ 12 და ორივე მიფიქრა, რომ გამარჯვებული იყო. რომელუსმა მიწაზე გაავლო ხაზი, ქალაქის წმინდა საზღვარი. ეს იყო არა უბრალოდ ხაზი, ეს იყო კანონი, მაგრამ რემუსი ხუმრობით გადაახდა ამ საზღვარს. ეს აღარ იყო თამაში. ეს იყო ღვთიური წესის დარღვევა. დავა გადაიზარდა კონფლიქტში და ბოლოს ტრაგედიაში. რომულუსმა მოკლა საკუთარი ძმა და სწორედ ამ მომენტში დაიბადა რომი, ქალაქი, რომელიც ძმის სისხლში დაიწყო. ლეგენდის მიხედვით რომი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის 753 წლის 21 აპრილს, მაგრამ ისტორიკოსები გვაფრთხილებენ, ეს არ იყო ერთი დღის მოვლენა. იმ დროს იტალია იყო დაყოფილი: ლათინები, საბინები, უმბრები, ფალისტები, ჩრდილოეთით ძლიერი ეტრუსკები, სამხრეთით ბერძნული კოლონიები, ქაოსური დაპირისპირებული სამყარო. რომი სწორედ ამ გარემოში ჩამოყალიბდა, პატარა დასახლებებისგან საუკუნეების განმავლობაში დიდ იმპერიად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომი თავიდანვე იყო ღია ქალაქი. აქ იკრიბებოდნენ დევნილები, გაქცეული მონები, დამნაშავეებიც კი. ყველა, ვისაც ხლა ადგილი არ ჰქონდა, აქ მოდიოდა. ამას შექმნა მისი ძალა, მოქნილობა, გაფართოების უნარი და სხვადასხვა ხალხის გაერთიანება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია საბინელი ქალების გადაცემა. რომში ქალები თითქმის არ იყვნენ. რომელუსმა მოიწვია მეზობლები დღესასწაულზე და შემდეგ ქალები გაიტაცეს. დაიწყო ომი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ მოხდა. სწორედ ამ ქალებმა გააჩერეს ბრძოლა და გააერთიანეს ორი ხალხი. ლეგენდა გვიყვება, რომ რომელუსმა შექმნა სენატი, არმია და სახელმწიფო, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში განვითარდა. მისი დასასრულიც ისეთივე იდუმალია, როგორც მისი დასაწყისი. ერთ ვერსიაში ის ღმერთად იქცა სახელად კვირინუსი. მეორეში სენატორებმა მოკლეს და ბოლოს მთავარი კითხვა: სად მთავრდება მითი და იწყება რეალობა? დღეს ისტორიკოსების უმეტესობა ფიქრობს, რომელუსი და რემუსი უფრო სიმბოლოებია, ვიდრე რეალური ადამიანები. სიმბოლოები ძალაუფლების, ბრძოლის, ძალადობის, ერთიანობის, სახელმწიფოს დაბადების, მაგრამ ერთი რამ უდავოა: რომი არ გაჩნდა იდეალურად, ის გაჩნდა ქაოსიდან, ტრაგედიიდან და გადარჩენის ბრძოლიდან. და სწორედ ამ რთულმა დასაწყისმა შექმნა იმპერია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.